after the speech of Vice President Vance on Friday, we have to fear that our common value base is not that common anymore. I'm very grateful to all those European politicians that spoke out and reaffirmed the values and principles that they are defending. No one did this better than President Zelensky. Let me conclude, and this becomes difficult. ანუ ახსნათ გავჟევნოთ რა ვნახოთ ეს რა გაჩვენეთ აი კიდე კაი რომ ეს ვიდეო შევძელით და გავშვით ეს არის აი ეს იყო ეგ ადამიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ანუ ევროპის უსაფრთხოება აი ეს არის ევროპის უსაფრთხოება აი ადამიანი ევროპის უსაფრთხოება ჯერ პერსონა ეგ არის ეხლა რა ილაპარაკა რომ ცოტა რა ილაპარაკა იცი კი თარგმნი ხალხო არ ინერვიულით უბრალოდ ამას დავამატებ აი ვიღაცა გოგოს რო ბიჭთან აი რაღაცა კონფლიქტი მოუვა და მე მეგონა რომ ჩვენ ერთნაირად გვიყვარდა რაღაცები მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგ ეგრე არ არის და აი ხო არსებობს ეგეთი ჟანრი აი ამან ეგ ილაპარაკა გეოპოლიტიკაზე რომ ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ჯეი-დი ვენსის გამოსვლაზე აღმოჩნდა, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები არც ისე საერთოა. და პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდე კაი ძალიან მაგრა ილაპარაკა, ვაიმე დედა ვეღარ უძლებ ამას და ვიღაც ხალი გადაეხვია რა და ის ხალი რატომ მიუვარდა და და ტაში მეგობრებო, აი როგორი უსაფრთხოება გამოშჭვის აქედან. აი თავს ხო აი ხალხო, თქო ევროპა თუმეებს მოგმართავთ. ხო გძნობთ უსაფრთხოებას. ხა ამას რო უყურებ კაცი, უსაფრთხოდ ხო გძნობ თავს არა? რა დონეზე უსაფრთხოდ გძნობენ თავს, იცი? ეხა ხო სერიოზული ზრადა ამ პროდასალურ ბანაკში, იმიტომ რომ ნუ ტრამპი ისეთ რაღაცებს აცხადებს უკრაინიდან კი არა შეიძლება აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანოს ამერიკამ ჯარი. მაგაზე ჟონავს უკვე ინფორმაციები და გას ვილაპარაკი. ხო და ანუ ადამიანი ხო ისეთი არსებაა რომ რაღაცა იმედი ჭირდება, ხავსზე ჭირდება. რაღაცა მაინც გამოსავალი, ოდნავ მაინც, აი გამოსავალის ნაპრალიც მაინც უნდა გაჩნდეს, ხო, რაღაც. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია და ხა პროდასალურ ბანაკში მუსირებს ეგეთი აზრი, რომ არაფერში არ გჭირდება ჩვენ ტრამპი და ამერიკა. ევროპამ უნდა მიხედოს და ესაა ევროპა. ანუ ეს ტირალა ეს ხალი რო ამშვიდებს და აწყნარებს და დაარჩენ რო ტარს უკრავს ამ სცენას ეგაა თანამედროვე ევროპა. ანუ ტერმინი სიტყვათა შეთანხმება მოსკოვის ცრემლების არ სჯერა არასდროს არ ყოფილა ისეთი აქტუალური როგორც ეხლა არის. როგორი თემაა? მე მგონი მოსკოვს და ვაშინგტონს ერთად აღარ სჯერათ უკვე ცრემლებს. აი როგორი თემაა, იცი, აი მართლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოდიხარ. აი ტევტონური სული უნდა ფრიდრიხ მეორე ბარბაროსა დგასა სიდან ბისმარკი გისმენს. რა ხდება? და აქაური მოფაშისტო ელემენტები, აი ნორდიკული სულის იმითი აქედან ხო ბალეში ყოფენ და იქ ვიღაცა ტირის რა. ხო და აი და არა გადატანით იმჟე პირდაპირ ტირის რა ვიღაც ტიპი რა. ხო და ნახე ჩვენი საერთო ღირებულებები არც ისე საერთო ყოფილა როგორც ჩვენ გვეგონა და მაგის მერე უნდა ისე თქვა რომ ესე იგი თუ გიყვარს გაუშვი თუ შენია დაბრუნდება თუ რაღაცა პაოლო კოელიოს ციტატაც რომ მიეყოლებია არაფერი პრობლემა არ იქნებოდა იმიტომ რომ ეგეთი შინაარსის გამოსვლა იყო. მე რა მაინტერესებს, აი მასეთი შინაარსის გამოსვლაა და აი ჩვენ ვიძახით რომ მე მგონი ესენი დაეხმარებიან ამათ არა აქ მაგ მე მგონი აქეთ დასახმარებლები არიან. მე მგონი ეს კაცი აქეთ არის დასახმარებელი საერთოდ აი ქუჩაში რო გაივლის სახლამდე მისვლის ეშინი ღამე ქუჩაში გასვლის ეშინია ამას რა უნდა დაეხმაროს ახლა უკრაინას აი
და ვიღაცა რო გეუბნება რომ აი რატო ამტკიცებ მაგას, აბა ამიხსენი რატო ვერ დაიხმარო, ჩვენ გვაქვს კიდე სამტკიცებელი, მასე დგას საქმე. აი ანუ აქეთ არ უნდა დაგვიფიქრონ ეს კაცი როგორ დაეხმარება ვინმე საერთოდ. როგორი რაღაცა იცი? საერთოდ აი რაც კი წამიკითხავს მე ისტორიული ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა, აი ბიოგრაფიული ლიტერატურა, მე გულისხმობ სერიოზულ ნაწარმოებს. აი ყველგან დიდი ყურადღება ექცეოდა ხოლმე აი რაღაცა კონკრეტულ სიმბოლებს. აი სიმბოლიზმით არის გაჯერებული ყველაფერი, ხო და პოლიტიკა არის აი სიმბოლიზმის რაღაცა მწვერვალი, ხო? მაგალითად ტრამპმა ამ არჩევნებზე გაიმარჯვა იმ სურათით. აი რო ესროლეს თავში გადაღლიანებული. ხო და აი ხელი რო აქვს ასეთ აღმართული და ვიომოთ, ვიბრძოლოთ, აი მაგ სურათით მოიგო ტრამპმა, აი რაღაც გაფრინდა მისი რეიტინგი. და მართლაც ეგრეა, ხო აი ფილმებსაც ნებისმიერი ფილმი რო აიღო, აი ნათლი მამიდან დაწყებული რაღაცა მამაცი გული დამთავრებული, აი ყველგან სიმბოლურ რაღაც იმებს ანიჭებენ ყურადღებას, ხო? აი იგივე მამაც გულში რო ეს მეფე ამბობს, რომ ეს ჩემი შვილი რო გაუშვაო, იქ შოტლანდიელებთან, ამის შემყურე მთელ ინგლისს დაიპყრობენო. ხო და მაგის პერიფრაზი რო გავაკეთოთ, აი ეს რო ყავს ახლა უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე მან ევროპას დაიპყრო. ხო ანუ რაღაც მაგის მეშინი მოდი ევროპას ხო არ გლიჯოთ განწყობა ჩდება. მაგალითად რუსები და რუსეთის პოლიტიკური ელიტა პირველ რიგში აი როგორც პოლიტიკური ცხოველები მაგას გრძნობენ, ანუ რამეს თუ გრძნობენ ეგეთ რაღაცა მოცემულობებს, რამდენად პოლიტიკოსი მეორე მხარეს რაღაცაზე წამსველია და ანუ პიროვნების როლი ისტორიაში მართლა არსებობს და მართლა ბევრ რამეს ცვლის და ჩვენ რო ეს რაღაცა ლოგიკურ დასკვნაზე გავიყვანოთ, რატო არის მნიშვნელოვანი ეს მომენტი რა? ჩვენ ახლა შემდეგი თემის განხილვაზე რო გადავალთ, იქ იქნება რომ ტრამპი და პუტინი ახლა საუდის არაბეთში დაჯდებიან, მოილაპარაკებენ ისე რომ ზელენსკი არ იჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე. და ერთ-ერთი რასაც ევროპელები ცდილობდნენ და ამერიკელებს საყვედურობდნენ, რომ ბიჭო, მაგ მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენს დაგვსვით რა. და ტრამპმა პირდაპირ არა, აი ეგრე უთხრა, ის კი არა, მოდი მოვიფიქროთ რაღაც ვილა. აი, არა. აი ეგეთ პასუხი იყო და ამ კაცის ცრემლების სინამდვილეში რო იცოდეთ, რაზე მოსდის ამას ცრემლები. ევროპა რო გამოიყენეს, სხვა სიტყვას არ ვიტყვი, ესე მიხვდებით რასაც გულისხმობ. და რომ მიაგდო ამერიკა და ეხლა უკრაინაზე რო დაალაგდებიან, ევროპას რო ყველა დაიკიდებს და ფული ამათი გადასახდელი რო იქნება და მოგებას რო ამერიკელები და რუსები გაიყოფენ, ეს კაცი მაგაზე ტირის ისე რო იცოდეთ რა. და ეგ ცრემლები კი გასაგებია, მაგრამ მაგ დღეში ევროპა ამათმა ჩააგდეს და ვენსი რო ეუნებოდა რომ თქვენი ბრალია ყველაფერიო, ეგ მართალი იყო. ხოთაშორის მე ჩემი ვერსიაც მაქვს. რატომაც ტირის ეს ვაჟბატონი. ნუ გარდა იმისა, რომ ნუ ეგ კულტურული მოვლენად იქცა უკვე. ნუ ამ ხარისხის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და ელიტა ყავს დასავლეთს, რაღაც მტირალა, ქალები და რაღაც. ქალის დასაწყნარებელი რო არის უსაფრთხო ტრანსგენდერი რო არ დანიშნეს, მაგაზეც მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ ნუ ვიზუალურად კაცი მაინცა და რაღაც ჯერ ყველაფერი შეიძლება ყველაფერი წინ არის გიო. ხო და ფათაშორის ეგეთი გერმანიაში არის ეგეთი, ნუ ერთ-ერთი პოპულარული მემარცხენე პარტია, ლინკი ქვია, ანუ მარცხნივ რა. რო ნახო აი მაგათი წინა საარჩევნო ღონისძიებები, აი ნუ რაღაც ტრეშ ფრიკ შოუა, გონ ტრანსგენდერების შესრულებით. რეალურად მაგათ ყავთ, აი ცალკე ზოოპარკია, კოგორტა, თანამედროვეობას აუდგეს. ანუ ყველა მოვლენაზე პასუხი აქვს, ხო და როგორი რაღაცა იცი, გარდა კულტურული პრობლემებისა, რაც და ეთიკური პრობლემებისა, რაც ევროპას ჭირს და ეს სცენია უკვე დაავადებული არიან სერიოზულად, მე არ ვიცი ოღონდ როგორ მოხდება მაგათი გამოჯამთელება. აი მე ხო აღნიშნე რომ აი პროდასალურ ბანაკში შეინიშნება ეს ახალი გამოსავალი, რომ ეხლა ევროპა
გამოფხიზდება და ტრამპს და პუტინს ერთდროულად საკადრის პასუხს გასცემს. მან რა პრობლემაა იცი? ევროპა თუ გამოიღვიძებს, აი სუფთა პრაქტიკულ რაღაცას ახსნე ხა. ევროპა თუ გამოიღვიძებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში. აი საკუთარ შიგნით, საკუთარ თავში თუ იპოვიან ისინი რაღაცა მორალურ და მათ შორის რაღაცა პოლიტიკურ რესურსს. მე არ ამგონია აი ამ ელიტამ შეძლოს ეს. ამას შეძლებს სხვა ელიტა. რომელსაც აქტიურად მხარს უჭერენ სხვათა შორის ამერიკიდან. რომელსაც მხარს უჭერენ კონსერვატიული მთავრობა ამერიკიდან და ის რატომ იქნება მასკი ნაიჯელ ფარაჟს აქტიურად უჭერს ან AfD მაგალითად რომელსაც შეუძლია ობიექტურად გამოაჯამთელოს გერმანია ის რატო გაატარებს ლიბერალურ გლობალიზმს საერთოდ ევროპა როცა იყო ძლიერი მთელი მსოფლიო რო დაიპყრო და კოლონიებად დაყო მთელი მსოფლიო ეხანდელი ევროპა და ეს მტირალა უსაფრთხოების ხელმძღვანელი ეხანდელი ევროპა უპირისპირდება შინაარსობრივად მაშინდელ ევროპას. ანუ ის ევროპა არის უარყოფითად გამოცხადებული და ყველანაირად დაგმობილი, ხო და ეხანდელი ევროპის მიდგომა შედეგს ხედავთ ჩვენ და ამისი ბოლო იქნება ის რომ ან მართლა რაც გიორგიმ თქვა რომ შეიცვლება ევროპაში ელიტა და სხვანაირი მიდგომა წამოვა, რომელსაც ექნება შანსი გადარჩენის, ან ეს ევროპა საერთოდ აღარ იარსებებს იმ სახით როგორითაც ის არის. ანუ ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ კონსერვატიზმმა გაიმარჯვოს ევროპაში, იმისთვის რომ გადარჩეს. თუ ვერ მოასწრო მაშინ ევროპა უნდა დავივიწყოს და რაღაცა სხვა ისტორიული და ცივილიზაციური კუთხით გვამია კი ბატონო. აი ხო არის ესეთი შეხედვა, ვიღაცა დაწერს, ვიღაცა იტყვის, რომ კარგით რა ხალხო, რაც რემლებს, მაგითი ხო არ წყდება. იმას იცით რამ ხელა GDP აქვს, იცით რამ ხელა სიმდიდრე აქვს, მაგით იწყდება. მე მაგარ გაправებას გეტყვი, იცი, აი უკი ძალიან მაგარ გაправებას. ეგ ბიჭო თქვენ ამ ცრემლებს რა იმაშია, ეგრე შოთა რუსთაველსაა გახწერილი, ეგერ ტარიელიც ტიროდა და მე დაუხოცა იქ მეფეს, ბიჭო რა ხდება იცი, აი ტარიელი კი ტიროდა, მე ადგა და სამეფო გვარდია გაწყვიტა და ეს წავიდა და ქალს ჩაეხუტა, აი ნუ. არა, თან მაგისი მაქსიმუმი ტარიელის შემთხვევასაც ნუ განვავრცოთ ეგეთი ისტორიული ტირილი არ არის, ხო, მან სხვანაირი სინამდვილეში სხვანაირი ტირილი იგულისხმებოდა. აი ეს კაცი როგორ წაწვდა არის. ეგეთი ტირილი ქალი პერსონაჟები რო არიან, ვეფხის ტყავსანში იმათზე არის გულისხმება. ამ მიზეზით. ხო. გაიგე და მან როგორი რაღაცა აი მნიშვნელოვანი რა არის, რომ ყველაფერთან ერთად რამდენი იარაღი გაქვს, რამდენი შენი ეკონომიკა რამხელა, რა ძალა გაქვს, ყველაფერთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ტემპერამენტის, რა თვისებების მატარებელი ლიდერები არიან, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მაგალითად ახლა ტრამპის მიმართ რეაქცია რატო უჭირთ? იმიტომ რომ ტრამპში იგულისხმება, რომ შეიძლება ემოციური მიზეზებით რაღაცაზე ისე გაბრაზდეს, რომ ცოტა მთლად პროგნოზი ვერ გააკეთო, როგორი რეაქცია ექნება. თავზე ხელაღებული რა ნაბიჯებზე წავა, მთლად მაგას ვერ გათვლი. იგივე მაგალითად რუსების პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვან წილად აიგება იმ რეპუტაციის შექმნაზე, რომ გიჟი ვარ ძალიან არ გამობრაზოთ, თორე ბირთვული იარაღს გავაკეთე. ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. მაგას აქვს მნიშვნელობა. ევროპელების ესეთი იდეოლოგიური, ფილოსოფიური ყდომა რაში გამოიხატება. აი ესეთი ობიექტური საზომები თითქოს ძალა აქვს ევროპას, იმიტომ რომ დიდი ეკონომიკა აქვს. იდეაში საწარმო რესურსებიც აქვს და შეუძლია გაზარდოს სამხედრო წარმოება ძალიან, მაგრამ აი უცებ ვიღაცა ატირდება ტიპია, გაიგე და ეხა ესენი რო იყვნენ, აი იგივე ყველაფერი, მაჩვენებლები, სამხედრო, ეკონომიკური, ზუსტად იგივე, ოღონ იქ კაცი გამოდიოდეს და ვენსი როგორც ელაპარაკა, ან ტრამპი როგორც ელაპარაკება, რომ აი ჩვენ ეხლა უკრაინის რეპარაციებს წავიღებთ უკრაინისგან და
თქვენ დაგაფინანსებინებთ იქ უკრაინის შეიარაღებას თუ საჭირო იქნება და შეიძლება თქვენც წაგართვათ ფული. პარადოქსი მოდის სწორედ მე თქვენ გაჩვენებთ. ეგრე რომ ელაპარაკება ტრამპი და აქედან რომ იყოს ვიღაცა ვინც ეთქვის რომ შენ მეგობარო ცოტა მომბლანზე ხო არ გინე ახლა ახვიდე. ხო, აი ეგრე რომ აქედან ვიღაცა დაუყენებს. ალპებიდან გამოექანეთ რომ შეეძლოს თქმა რა. შეეძლოს ხო? მეორე მხარე სერიოზულად დაფიქრდება. კი. ხო ხტები და აი მაგალითს ვიტყვი რა, წარმოიდგინე აი რა ეკონომიკაც აქვს ევროპას იგივე, რა ჯარი წავს იგივე, ოღონდ ერდოღანია მთავარი. სხვანაირი ლაპარაკი სოფლიო სახელმწიფო იქნებოდა. სხვადასხვა დიდწილად ამერიკელებმა ხო შექმნეს ეგეთი კასტრირებული ევროპელები, ანუ ბევრმა არ იცის, მაგრამ თავის დროზე ამერიკელებმა რისთვის შექმნეს ევროკავშირი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დანგრეული იყო ევროპა და ამერიკელებმა უზარმაზარი თანხა ჩადეს ევროპის რეკონსტრუქციაში და ამას მარშალის გეგმა დაერქვა, მათი ბუნებრივი ამოცანა იყო, რომ თავის კონტროლის ქვეშ დაექვემდებარებინათ მთლიანად ეს ევროპული კონტინენტი. ანუ მარტივად რომ თქვათ, აი ნაციონალურ სახელმწიფოებს რო არ ქონოდათ აი გერმანიასავით აღზევების საშუალება და ამერიკელებისთვის მარტივად სამართავი ყოფილიყო ის ევროპული ნაციონალური ქვეყნები. ამისთვის შექმნეს ევროკავშირი, როგორც ამ ნაციონალური ევროპული სახელმწიფოების კონტროლის მექანიზმი და ცხადია შესაბამისი ელიტაც გაზარდეს, კასტრირებული ვიღაცა ასეთ ტიპები. მე მაგიტომ ვამბობ, რომ ამ პროდასავლელებს ნუ აქვთ იმის რაღაცა მიამიტური წარმოდგენა, რომ ეხლა აი ამ ადამიანში გაიღვიძებს რაღაცა ხეცი და თავის ადგილს მიუჩენს ტრამპს და პუტინს. ზოგადად აი ეს ბლოკი მე მინდა დავამთავრო ეგეთ სიტყვებით, რომ ჩვენ მეგობარს ემრეს თავის დროზე ქონდა ძალიან მაგარი ბლოგი ლიბერალობა რატო არის ჩმოვრობა. და აი ეს ვიდეო არის მაგისი ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია, რომ პიროვნულ დონეზე კი არა, აი სახელმწიფოების დონეზე კი არა, კონტინენტის დონეზე რას იწვევს ლიბერალიზმი, რამხელა დაჩმორებამდე შეიძლება მიიყვანოს კონტინენტი და ცივილიზაცია არასწორმა იდეოლოგიამ.